ვარ ნატა ტოღუში 11 წლის. სწავლობ ბათუმის მეგა სკოლაში. მე უკვე მეორედ ვეწერები ამ პროექტში და მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. ადრე ჩემი საყვარელი საქმიანობა იყო კომიქსების ხატვა, ხოლო ახლა მიყვარს წიგნების კითხვა და გიტარაზე დაკითხვა რომ დავიწყე ვიყავი 7 წლის. კითხვა შემაყვარა თვითონ წიგნმა. ჩემი პირველი წიგნი იყო წრიპა ბიჭის დღიური. ახლა წაკითხული მაქვს 50-მდე წიგნი და ჩემი საყვარელი წიგნია თევზი ხეზე. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ფსიქოლოგიაზე. ძალიან მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და შესაბამისად ფსიქოლოგობაც კარგად გამომდის. კითხვა აუცილებელია ადამიანისთვის, თუმცა როდესაც განათლებული ხარ, უფრო ძნელია ცხოვრება. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან გამგებიანი და მეგობრული მასწავლებლები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ბარბარე მუკბანიანი. ყველაზე მშვიდია გაბრიელ დიასამიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ნია ურუშაძე. მე ვარ ყველაზე ბეჯითი, მოუსვენარი და პასუხისმგებლიანი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული ენა და ლიტერატურა. საყვარელი მასწავლებელია მარიამ კალანდარიშვილი. იმიტომ რომ ძალიან ლამაზია, მეგობრულია და მხიარული. რაც მთავარია უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. მარი მასწავლებელი ისე მომწონს, რომ შემაყვარა მასწავლებლობის პროფესია. ადრე მინდოდა რომ გამოსულიყავი ჟურნალისტი, თუმცა ახლა განვიხილო მასწავლებლობის პროფესიასაც. მე რომ ჩემი სკოლის დირექტორი ვიყო, მოსწავლეებისთვის ფორმის ტარება აღარ იქნებოდა აუცილებელი. ახლა მინდა რომ ვიყო 18 წლის, რადგან ვიქნებოდი ჩემს გადაწყვეტილებებში თავისუფალი. როგორც კი 18 წლის გავხდები, მაშინვე სამოგზაუროდ წავალ მარტო. პირველი ქვეყანა, რომელსაც მოვინახულებ, იქნება ამერიკის შეერთებული შტატები. რჩეულ თაობაში პირველ ჩაწერაზე ჩემი ოცნება იყო რომ მყოლოდა ძმა და ეს ოცნება ამისრულდა. ახლა ჩემი ძმა არის 2 წლის და ჰქვია ლუკა. ლუკა არის მჭამელი, ცელქი და ჭკვიანი. ჩემ აზრით ლუკა რომ გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის მშრომელი, სიმპათიური და ძალიან ჭკვიანი. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია რომ სულ ზრუნავს მას. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, განათლებული და ოპტიმისტი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ სოფლიოში. ძალიან მიყვარს დედიკოს შემწვარი კარტოფილი. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვუკრავ გიტარაზე. მემზადები კერძო მასწავლებელთან და ჩემი მასწავლებელი არის თამთა წინძაძე. თამთა მასწავლებელი არის კეთილი უეჭველი უნდა ვთქვა. პასუხისმგებლიანი და შრომის მოყვარე. გიტარაზე დაკვრა იმიტომ გადაწყვიტე რომ ვთვლი რომ გიტარა ძალიან მიხდება. თავიდან შედარებით გამიჭირდა აკორდიდან აკორდზე სწრაფად გადასვლა. ყველაზე ადვილი იყო რითმის შესწავლა. ჩემი საყვარელი სიმღერაა ირაკლი ჩარკვიანის ზღვას გავხარ. კარგი გიტარისტი და მომღერალი რომ ვიყო, სიამოვნებით ვიმღერებდი დიდ სცენაზე. ბევრი ფული რომ მქონდეს, პირველ რიგში ჩემს ოჯახს უზრუნველყოფდი და შემდეგ გაჭირებულებსაც დავეხმარებოდი. პირველ რიგში დავეხმარებოდი უპატრონო ბავშვებს. მივცემდი თავშესებარს და განათლება იქნებოდა მათთვის უფასო. პირადად ჩემთვის ავაშენებდი ჩემი ოცნების სახლს. ეს სახლი იქნებოდა 5-სართულიანი, ექნებოდა დიდი ეზო, დიდი აუზი და ეზოში მეყენებოდა ყვითელი ლამბორჯინი. ბევრი ოცნება მაქვს, თუმცა ახლა მგონია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სკოლის ოქროს მედალზე დასრულება. ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა ფუნფულა თეთრი ლეკვი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ნატა რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ნატა დამარქოს ბებიების საპატივცემლოდ, ორივე ბებიას ნატა ჰქვია, თუმცა სიმართლე რომ ვთქვა, ეს სახელი დიდად არ მოუწონს. ნატა რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ტასო. ჩემ შვილს დავარქვენ მარის და ლუკას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. დროში მოგზაურობა რომ შეეძლოს, სად იმოგზაურებდა და როდის? მე მაგალითად ვიმოგზაურებდი თამარ მეფის საქართველოში. ბედნიერება არის სულიერი შემშვიდი და საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.